გამარჯობა ერთგულო მაყურებლებო, მსმენელებო და გამომწერებო. დღეს ვისაუბრებთ წმინდა გიორგის რიგით მეორე ნაწილზე, მის ზოგად საკაცობრიო ისტორიაზე, რომელსაც სხვადასხვა წყარო გვიწერს. გისურვებთ მშვიდ და ნაყოფიერ დღეს. ახლა კი დავიწყოთ. წმინდა გიორგი და თაყვანისცემა მსოფლიოში. კონსტანტინე დიდის მეფობდა 306-327 წლებში. მეფობის დროს დიოსპოლისში აშენებული ტიტულური ეკლესია ევსებიუსის ეკლესიის ისტორიის მიხედვით უმაღლესი წარჩინების მქონე ადამიანის პატივსაცემად იყო კურთხეული. ტიტულის სახელიც სწორედ ამ დროს იმართებოდა. მფარველი არ იყო მითითებული. ითვლება, რომ ქალაქში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიასა და ალ-ხადრის მეჩეთში მისი სიწმინდე იყო დაკრძალული. დღესდღეობით მონასტრის სარდაფში მომლოცველები წმინდანის საფლავსა და სიწმინდის ფრაგმენტებს პოულობენ. გიორგის თაყვანისცემა სირიიდან, პალესტინადან, ლიბანის გავლით ბიზანტიის იმპერიის დანარჩენ ნაწილამდე გავრცელდა, თუმცა მოწამე სირიულ ბრევიარიუმში არ არის ნახსენები და შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში მეხუთე საუკუნისთვის გიორგის თაყვანისცემამ ქრისტიანულ დასავლეთ რომის იმპერიაშიც მიაღწია. 494 წელს პაპმა გელასიუს პირველმა გიორგი წმინდანად შერაცხა, მათ შორის, რომლებიც ღმერთისთვის უკეთ არის ცნობილი ვიდრე ადამიანებისთვის. წმინდანის ადრეული კულტი სირია-პალესტინაში დიოსპოლისში, ბერძნულად ღვთის ქალაქი იყო ლოკალიზებული. დიოსპოლისის როგორც მომლოცველობის ადგილის პირველი აღწერა, სადაც გიორგის სიწმინდე იყო დაკრძალული, არქიდიაკონ თეოდოსიუსის Destitutio Sancti, შეადაწერილი 518-დან 520 წლამდე. მე-6 საუკუნის ბოლოსთვის, როგორც ჩანს, მისი თაყვანისცემის ცენტრი კაბადოკიაში გადავიდა. მე-7 საუკუნეში დაწერილ წმინდა თეოდორე სიკეონოს ცხოვრებაში წმინდანის სიწმინდის კაბადოკიაში თაყვანისცემა მოხსენიებული. ძირითადად ქრისტიანული ზოროასტრული ახლო აღმოსავლეთის მუსლიმური დაპყრობების ადრეული პერიოდისთვის ლიდაში არსებობდა გიორგისადმი მიძღვნილი ბაზილიკა. 1872 წელს აშენდა ახალი ეკლესია, რომელიც დღემდე შემორჩენილია, სადაც ყოველწლიურად 3 ნოემბერს აღინიშნება წმინდა გიორგის რელიქვიების ამ ადგილას გადასვენების დღესასწაული. ინგლისში იგი მოწამეთა შორის მოიხსენია მე-8 საუკუნის ბერმა ბედემ გერქსლიდი მისი ლეგენდის ძველ ზემო გერმანულ ენაზე ადაპტაცია, რომელიც მე-9 საუკუნის ბოლოს შეიქმნა. ინგლისში წმინდანისადმი მიძღვნილი უძველესი ნაშრომი. ფორდინგტონში, დორსეტში მდებარე ეკლესია, რომელიც ალფრედ დიდის ანდერძშია მოხსენიებული. თუმცა ჯორჯი ინგლისის მფარველი წმინდანის თანამდებობამდე მე-14 საუკუნემდე არ ამაღლებულა და მას კვლავ მალავდა. ედუარდ აღმსარებელი ინგლისის ტრადიციული მფარველი წმინდანი, სანამ 1552 წელს ედუარდ მე-6-ის მეფობის დროს ინგლისურ რეფორმაციაში არ გაუქმდა ყველა წმინდანის დროშა, გარდა გიორგის დროშისა. გიორგის გამოჩენის რწმენამ გაამხნევა ფრანკები 1098 წელს ანტიოქიის ბრძოლაში, მსგავსი გამოჩენა მომდევნო წელს იერუსალიმშიც მოხდა. წმინდა ჟორდიდ ალფამას რაინდული სამხედრო ორდენი დააარსა მეფე პეტრს კათოლიკემ არაგონის გვირგვინიდან 1201 წელს გენიუს რესპუბლიკამ, უნგრეთის სამეფომ 1326 წელს და საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ მე-3-მ. ინგლისის მეფე ედუარდ მე-3-მ თავისი ორდენი, გარტენის ორდერი, გიორგის დროშის ქვეშ დააწესა. სავარაუდოდ 1358 წელს. მემატიანე ჟან ფრუასარი ასწლიანი ომის დროს რამდენჯერმე აკვირდებოდა ინგლისელების მიერ გიორგის საბრძოლო ძახილს. ეროვნულ წმინდანად აღზევებას გიორგის ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ წმინდანს არ ჰქონდა ლეგენდარული კავშირი ინგლისთან და არც კონკრეტულად ლოკალიზებული სალოცავი, როგორც ეს კენტერბერიში თომას ბეკეტს ჰქონდა. შესაბამისად, მე-15 საუკუნის ბოლოს მრავალი სალოცავი დაარსდა, წერს მურიელს. მაკკლენდონი და ის არ იყო მჭიდროდ იდენტიფიცირებული კონკრეტულ პროფესიასთან ან კონკრეტული დაავადების მკურნალობასთან. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ გიორგი რაინდობის ნიმუშად იქცა ლიტერატურულ ნაწარმოებებში, მათ შორის შუა საუკუნეების რომანებში. მე-13 საუკუნეში გენუის მთავარეპისკოპოსმა იაკობ დე ვორაგინემ შეადგინა Legenda Sanctorum, წმინდანთა საკითხავები, ასევე ცნობილი როგორც Legenda Aurea, ოქროს ლეგენდა. მისი 177 თავი, ზოგიერთ გამოცემაში 182, სხვა მრავალთან ერთად მოიცავს გიორგის ისტორიას. საბეჭდი მანქანის გამოგონების შემდეგ წიგნი ბესტსელერი გახდა. დასავლეთში გიორგის, როგორც პოპულარული წმინდანისა და მფარველი გიგანტის დამკვიდრება, რამაც შუა საუკუნეების წარმოსახვა დაიპყრო, კოდიფიცირებული იყო მისი დღესასწაულის ოფიციალურად ამაღლებით Festum Daplatz 1415 წელს საეკლესიო კრებაზე, იმ თარიღზე, რომელიც მის მოწამეობრივ სიკვდილს დაუკავშირდა, 23 აპრილს. გვიან შუა საუკუნეებსა და ადრეულ თანამედროვე ინგლისში ამ დღის აღნიშვნა თემიდან თემში ფართო მასშტაბით ხდებოდა და სხვაგან არ არსებობდა ერთიანი ეროვნული დღესასწაული.
რაც გიორგის კულტის პოპულარული და ხალხური ბუნებისა და მისი ადგილობრივი ჰორიზონტის ნიშანი იყო, რომელსაც მხარს უჭერდა ადგილობრივი გილდია ან საძმო გიორგის მფარველობის ქვეშ, ან ადგილობრივი ეკლესიის კურთხევა. როდესაც ინგლისურმა რეფორმაციამ მკვეთრად შეამცირა წმინდანთა დღეები კალენდარში, წმინდა გიორგის დღე იმ დღესასწაულებს შორის იყო, რომლებიც კვლავაც აღინიშნებოდა. 2019 წლის აპრილში პორტუგალიის მადეირას კუნძულ სან ჟორჟის სამრევლო ეკლესიამ საზეიმოდ მიიღო სამრევლოს მფარველი წმინდანის გიორგის წმინდა ნაწილები, მისი დაარსების 504 წლის თავისადმი მიძღვნილი ზეიმის დროს წმინდა ნაწილები ფუნშალის ახალმა ეპისკოპოსმა ნუნო ბრასმა ჩამოიტანა. თაყვანისცემა ლევანტში. წმინდა გიორგი მთელ ახლო აღმოსავლეთშია ცნობილი, როგორც წმინდანი და წინასწარმეტყველი. ქრისტიანებისა და მუსლიმების მიერ მისი თაყვანისცემა მდგომარეობს მის რთულ პიროვნებაში, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ბიბლიურ, ყურანისეულ და სხვა უძველეს მითიურ გმირს. წმინდა გიორგი ლიბანელი ქრისტიანების, პალესტინელი ქრისტიანების და სირიელი ქრისტიანების მფარველი წმინდანია. უილიამ დალრიმპლი, რომელმაც 1999 წელს ლიტერატურა განიხილა გვეუბნება, ჰანაუერი თავის 1907 წლის წიგნში წმინდა მიწის ფოლკლორი, მუსლიმი, ქრისტიანი და ებრაელი ახსენებს სალოცავს ბეთლემის მახლობლად პალესტინის სოფელ ბეთლემში, რომელსაც იმ დროს ხშირად სტუმრობდნენ ქრისტიანები, რომლებიც მას წმინდა გიორგის დაბადების ადგილად თვლიდნენ. ეს ადგილი სინამდვილეში მდებარეობს პატარა სოფელში, რომელიც უშუალოდ ბეით ჯალას მიმდებარედ მდებარეობს და წმინდა გიორგის პატივსაცემად ალხადერს ეძახიან და ეს არის წმინდა გიორგის მონასტერი ალხადერი. ჰანაუერის თქმით, მის დროს მონასტერი ერთგვარი საგიჟეთი იყო. სამივე სარწმუნოების შეშლილ ადამიანებს იქ მიჰყავთ და სამლოცველოს ეზოში ჯაჭვებით აკრავენ, სადაც 40 დღის განმავლობაში პურსა და წყალზე ატარებენ. დაწესებულების სათავეში მყოფი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი მღვდელი დრო და დრო მათ სახარებას კითხულობს, ან საჭიროებისამებრ გაროზგვას ახორციელებს. 1920 წლებში თავფიქ ქანაანის მუჰამედის წმინდანები და საკურთხევლები პალესტინაში მიხედვით არაფერი შეცვლილა და სამივე თემი კვლავ სტუმრობდა სალოცავს და ერთად ლოცულობდა. დალრიმპლი ამ ადგილს 1995 წელს ესტუმრა იერუსალიმის ქრისტიანულ კვარტალში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს ადგილი ძალიან ცოცხალი იყო. ქრისტიანული სამყაროს ყველა უდიდესი სალოცავიდან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ და როგორც ჩანს, როდესაც ადგილობრივ პალესტინელ ქრისტიანებს პრობლემა ჰქონდათ, ავადმყოფობა ან უფრო რთული რამ, ისინი ამჯობინებდნენ გიორგის შუამდგომლობას ბეით ჯალაში, მის პატარა სალოცავში ეძიათ, ვიდრე იერუსალიმის წმინდა საფლავის ეკლესიაში ან ბეთლემის შობის ეკლესიაში. ელოცად დალრიმპლი წმინდა გიორგის მონასტერს ალხადერს ესტუმრა, სადაც მართლმადიდებლები პატივს სცემენ წმინდა გიორგის და მუსლიმებს ალ-ხადარს. დალრიმპლი ამ ორი ფიგურის გარკვეულ შერწყმას ადასტურებს, როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმები მას ალ-ხადრს და მუსლიმს მოიხსენიებენ, რომლებიც ბედნიერები არიან, რომ წმინდა გიორგის ხატის წინ ანთებული ლამპარის ზეთიდან განკურნება მიიღეს. მან სალოცავში მღვდელს ჰკითხა, ბევრი მუსლიმი მოდის აქ? მღვდელმა უპასუხა, ასობით ადამიანი გვყავს. თითქმის იმდენივე, რამდენიც ქრისტიანი მომლოცველები. ხშირად როცა აქ შემოვდივარ, მუსლიმებს ყველგან ხვდები იატაკზე, დერეფნებში, ზემოთ და ქვემოთ. 1911 წლის ენციკლოპედია ბრიტანიკა შოტლანდიელ თეოლოგ სმითს ციტირებს თავის წმინდა მიწის ისტორიულ გეოგრაფიაში 1894, სადაც ვარაუდობს, ლიდაში მაჰმადიანები, რომლებიც ჩვეულებრივ წმინდა გიორგის წინასწარმეტყველ ელიასთან აიგივებენ, მის ლეგენდას თავად ქრისტეს ლეგენდასთან ურევენ. ანტიქრისტეს მათი სახელია დაჯჯალი და მათ აქვთ ტრადიცია, რომ იესო ანტიქრისტეს ლიდას კარიბჭესთან მოკლავს. ეს წარმოდგენა ლიდას ეკლესიაზე გიორგისა და დრაკონის უძველესი ბარელიეფიდან მომდინარეობს. თუმცა ნსადალს შორის ძალიან გავრცელებული აღრევის შედეგად დაჯჯალი შეიძლება წარმოიშვას დაგონიდან, რომლის სახელსაც დღემდე ორი მეზობელი სოფელი ატარებს, ხოლო ლიდას ერთ-ერთ კარიბჭეს დაგონის კარიბჭე ერქვა. წმინდა გიორგის დრაკონთან კავშირი იაკობ დე ვორაჟინის ოქროს ლეგენდიდან იყო ცნობილი და მისი კვალი მე-6 საუკუნის ბოლოდან მომდინარეობს. აპოლონიაში, არსუფში ან იოპეში არც ერთი მათგანი ლიდასგან შორს არ მდებარეობდა. მითოლოგიურმა გმირმა პერსევსმა მოკლა ზღვის ურჩხუკი, რომლიც ქალწულ ანდრომედას ემუქრებოდა და გიორგი სხვა მრავალი ქრისტიანი წმინდანის მსგავსად შეციდა იმ თაყვანისცემის მემკვიდრეობაში, რომლითაც ადრე წარმართი გმირი სარგებლობდა, როგორც ამას ფრანგი არქეოლოგი შარლ სიმონ კლერმონ განეწერდა. აპოლონია არსუფი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადგილიდან, სადაც წარმართულმა წარმოსახვამ ანდრომედას გამოაშკარავა. კლერმონ განეო არსუფს რეზეფისგან, ფინიკიური ღვთაებისგან იღებს, რომელსაც ის პერსევსთან აიგივებს. მითილიდაში ალლიდი გადავიდა, სადაც პერსევსი გიორგი გახდა და იქიდან ძირითადად ჯვაროსნების გავლენით
პერსევსი და მისი დრაკონი შუა საუკუნეების ევროპულ წარმოსახვაში შევიდნენ. დრუზების სარწმუნოებაზე ქრისტიანული გავლენის გამო ორი ქრისტიანი წმინდანი დრუზების ყველაზე პატივსაცემ ფიგურებს შორის იქცა: წმინდა გიორგი და წმინდა ელია. ამრიგად ლიბანის მთის ცენტრალურ ნაწილში დრუზებისა და ქრისტიანების მიერ დასახლებულ ყველა სოფელში ქრისტიანული ეკლესია ან დრუზების მაკამი ერთ-ერთ მათგანს ეძღვნება. მეცნიერის რეი ჯაბრე მოავადის თანახმად დრუზები აფასებდნენ ორ წმინდანს მათი სიმამაცისთვის: წმინდა გიორგის, რადგან ის დრაკონს დაუპირისპირდა, და წმინდა ელიას, რადგან ის ბაალის წარმართ მღვდლებს ეჯიბრებოდა და მათზე გამარჯვება მოიპოვა. ორივე შემთხვევაში ქრისტიანების მიერ მოყვანილი ახსნა ის არის, რომ დრუზებს იზიდავდნენ მეომარი წმინდანები, რომლებიც მათ საკუთარ მილიტარიზებულ საზოგადოებას ჰგავდნენ. მეორე ნაწილის დასასრული. მადლობა ძვირფასო მსმენელებო, ასეთი გულდასმით, რომ მოისმინეთ მსოფლიო ისტორიები წმინდა გიორგის შესახებ. გისურვებთ გამძლეობასა და სიძლიერეს. წმინდა გიორგი იყოს თქვენი ცხოვრების მცველი და გამაძლიერებელი. შევხვდებით მესამე ნაწილში.